წარმოგიდგენთ 4 რაუნდიან კრივს 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ლურჯკუთხეში მოკრივე თბილისიდან დავით კაზიევი. On the dreams of the past, you must fight just to keep them alive. მისი მოწინააღმდეგე მოკრივე წითელ კუთხეში ქუთაისიდან ნიკა მოსაძე. ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა გველოდება. 4 რაუნდიანი დაპირისპირება. დებიუტანტი მოკრივე რუსთავიდან სეიმურ ნასიბოვი იბრძოლებს დავით კაზიევის წინააღმდეგ. დავით კაზიევი გახლავთ გუდიანის გუნდის წარმომადგენელი, მას უკვე მოპოვებული აქვს ერთი გამარჯვება პროფესიონალური კრივის რინგზე, რაც შეეხება ნასიბოვს, ის გახლავთ დებიუტანტი მოკრივე, ძალიან კარგი გამოცდილება აქვს თავის დროზე მიღებული სამოყვარულო კრივში, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, არაერთი საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი და მართლაც ძალიან კარგი მოკრივეა. რაც შეეხება კაზიევს, მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა თავის პირველ ბრძოლაში და ახლა მეორე ბრძოლას დებიუტანტი ნასიბოვის წინააღმდეგ მართავს. ძალიან კარგ დაპირისპირებას ველი მეპირადად და მართლაც ზუსტად ასე დაიწყო ეს ბრძოლა. ძალიან აქტიურად დაიწყეს მოკრივეებმა 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ხედავთ როგორი აქტიურები არიან, რა დარტყმებს ცვლიან ნასიბოვიც და კაზიევიც. კარგი იყო ნასიბოვი და დავინახეთ კაზიევის ჟესტი, თუმცა ნასიბოვი კიდევ ერთხელ კარგად მოქმედებს. კარგი შესრულები, ნამდვილად კიდევ ერთი კარგი დარტყმა. არც ერთი მოკრივე თავის დაზოგვას არ აქვს. ფიქრობ იამონებს ამ ბრძოლით ქართული კრივის ქომაკი. ახლა კი კაზიევმა უკვე ძალიან კარგად მოარტყა და საჯი შეძახილი თავი მაღლა. მუშაობა კლინჩში. როგორც უკვე აღნიშნე, ახალბედა მოკრივეებია. სწორედ ახალბედებს
ჩვევიათ აი ეს თავიდანვე ესეთი ჯახი ნახეთ ეხლა უკია შეტევაზე ძალიან კარგი დარტყმები მიაყენა მეტოქეს თუმცა შეძლო სეიმურ ნასიბოვმა ამ სიტუაციიდან გამოსვლა რაუნდის ბოლოს კაზიევი გააქტიურდა გუდიანის გუნდიდან დავით კაზიევი ძალიან საინტერესო ძალიან აქტიური პირველი რაუნდი ვიხილეთ ფიქრობ ამართლებს ეს ბრძოლაც გულშემატკივართა იმედებს ედუარდ მარდანოვს ხედავთ ჩვენ სეიმურ ნასიბოვის კუთხეში გამოცდილი რუსთაველი მწვრთნელი ხოლო როგორც გითხარით დავით კაზიევი ლევან ციკლაურის შეგირდია სწორედ ლევან ციკლაურია მისი სეკუნდანტი გამოცდილი ქართველი ჯერ კიდევ აქტიური და ერთ-ერთი ლიდერი ქართველი პროფესიონალი მოკრილი მეორე რაუნდი ძალიან აქტიურად დაიწყეს მოკრივეებმა. ხედავთ, არაპირებენ ტემპის დაგდებას. ქარიშხალივით ურტყავენ ერთმანეთს მუშტებს უშენენ, აი მუშტები დაუშინაო გამოთქმარია. ზუსტად მაგასთან გვაქვს საქმე. ორივე მათგანი თან. ნახოთ, ვისეთ ყოფა 4-ვე რაუნდის განმავლობაში გამძლეობა და ძალა. ფაქტიურად დაიწყებული აქვს აი კარგი გაცვლები, კლავ კარგი გაცვლები. გული დაუნდობლობა რინგზე. კარგი იყო ნასიბოვი მუცელში, მაგრამ მუცელშიც უპასუხა და თავშიც დაუმატა კაზიევმა. და კიდევ დაუზოგავი გაცვლები. არ ვიცი, აი ასე დროს როგორ უნდა გაარჩიონ ჩვენმა მსაჯებმა, ვის აქვს უპირატესობა, ორივე მათგანი დაუნდობლად ურტყავს ერთმანეთს. Concrete cold beneath my knuckles, no camera flash, just chalk lines of muscle. 10,000 reps while you chase the weekend. I call my name in silence, sharp and gleaming. Fingertips
tip split, laces frayed the thread. While you posted poses, I bled on the ledge. No shortcuts cut, no handouts took. Every callous earned like a sacred book. You talk about fame like it's free to claim, but legacy's forged in the ისე და ამ შემთხვევაში კაზიევის დარტყმები იყო თავიდან უფრო ზუსტი, თუმცა ბოლოს ნასიბოვმა უკეთესად დაამთავრა. ეს კი ნასიბოვის ძალიან მაგარი დარტყმა იყო. ძალიან ინტენსიური ბრძოლა მიდის, ნამდვილი ომია რინგზე. ყოჩაღ ორივე მოკრევის, ყოჩაღ ბიჭებს. ნამდვილ მეომრებს ხედავთ ჩვენ ახლა. შეტევაზია კაზიევი. თითქოს ნასიბოვს დაღლა დაეტყო. თუმცა ვნახოთ როგორ შეცვლის ვითარებას. ძალიან რთულია 4 რაუნდის აი ესეთ ინტენსიურ ბრძოლაში გატარება. ყველასთვის მით უმეტეს ახალბედა მოკრივეებისთვის. აი ხედავთ. კარგი იყო ნასიბოვი ამ შემთხვევაში. თითქოს დაღლილობა დაეთყო რუსთაველ მოკრივეს. რაც შეეხება კაზიევს, ფიზიკურად ძალიან კარგად არის მომზადებული. ემჩნევა ეს ყველაფერი და აი როგორ ჩანს არც დაღლას უჩივის. კარგი დარტყმები მიაყენა სეიმურ ნასიბოვს. რა თქმა უნდა. ძალიან რთულია დაღლილობა შეემჩნიათ მოკრივეებს. ურთულესი ბრძოლა, ურთულესი ორივე მათგანისთვის და ინტენსიურობა იკლებს. ეს არის ახალბედა მოკრივეების ერთგვარი შეცდომა ხოლმე, რომ თავიდან იწყებენ ძალიან ინტენსიურად და რაუნდები რაც უფრო ემატება ძალა ეცლებათ. მაშინ როცა გამოცილი მოკრივეები პირიქით, რაუნდი და რაუნდებს შორის უმატებთ. No fear in my blood. Shotgun, one shot, one moment. I own this legend. Rising up back on the street. გულშემატკივარს შევახსენებ, რომ დღევანდელი ბრძოლების ორგანიზატორია საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენი. ხოლო ფარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია. It happens too fast. You trade your passion for glory. Don't lose your grip on the dreams of the past. You must fight just to keep them alive. გადამწყვეტი რაუნდი. მამლუქი, როგორც კაზიევს ეძახიან, სეიმურ ნასიბოვის წინააღმდეგ.
ძალიან ძლიერი დარტყმა იყო ჩაფიქრებული, თუმცა ტექნიკურად იმოქმედა ნასიბოვმა. აქტიურდა ნასიბოვი ახლო ბრძოლაში. ახლა უკვე კაზიევის ჯერია. მაგრამ არა. კлау ნასიბოვი აქტიურობს, თუმცა კაზიევმაც კარგად უპასუხა ამ შემთხვევაში. ძალიან აქტიურობს დარბაზი, თითქმის სავსეა ის ტრიბუნები, რომელზეც მაყურებელია დაშვებული. აქტიურობენ რინგზეც მოკრივეები კაზიევი შეტევაზე. საოცარი ორთაბრძოლა, საოცარი. რაუნდის დასაწყისში ნასიბოვი იწყებს აქტიურობას, რაუნდის ბოლოს უკვე კაზიევი მოიპოვებს ხოლმე უპირატესობას. ასე ამ შემთხვევაშიც ფიზიკური მომზადება და გამძლეობა თამაშობს თავის როლს. ეს არის კრივი ემოციების ენერგიის სრული დახარჯვა. კარგი იყო დავით კაზიევი და ასე დამთავრდა ეს ორთაბრძოლა. შესანიშნავი შოუა ჩვენს მოკრივეებმა, დაუნდობელი ორთაბრძოლა იყო ნამდვილად. ფიქრობ სრულად დაიცალა ორივე მათგანი ამ ორთაბრძოლაში. ყოჩახ ბიჭებს მე მადლობას ვეთქვი ორივე მათგანს და დაველოდოთ საჭთა გადაწყვეტილებას. დავით ნაზარაშვილი, მინდიან ოზაძე, მერაბ მაისურაძე არიან. საჭები ამ შემთხვევაში რეფერი რინგზე გელას ხირტლაძე. ოთხი რაუნდის შემდეგ ვეცნობით მსაჯთა გადაწყვეტილებას ქულების მიხედვით. 38-38, 40-36 და 40-36. მსაჯთა გადაწყვეტილებით ბრძოლაში გამარჯვებულია მოკრივე ლურჯკუთხეში დავით კაზიევი. ასე გამარჯვება ამ ბრძოლაში მიენიჭა დავით კაზიევს გუდიანის გუნდიდან. ძალიან წარმატებული იყო ლევან ციკლაურის გუნდისთვის ეს შოუ. ულოცავ მამლუქს, ულოცავ ლევან ციკლაურს და გუდიანის გუნდს. რაც შეეხება სეიმურ ნასიბოვს, მე ვფიქრობ ძალიან კარგი მოკრივე შეემატა
საქართველოს პროფესიონალური კრივის რინგს და დარწმუნებული ვარ, რომ სეიმურ ნასიბოვი